მინდა დაუბრუნდე იმას, რაზეც ვლაპარაკობდი დასაწყისში. ეს იყო არა მხოლოდ დაუდევრობა და არ ღვევდა უსაფრთხოების ყველა საჭირო პროცედურას, არამედ იყო უზარმაზარი რისკის შემცველი ამერიკის მოქალაქეებისთვის. მიმოწერაში არსებული ინფორმაცია, რომ საჯაროდ გავრცელებულიყო. ის ინფორმაცია, რომელიც მიმოწერაში გამოჩნდა, ჰუსიტების ხელში რომ ჩავარდნილიყო, ისინი შეძლებდნენ პოზიციების შეცვლას. უფრო მეტი მაინტერესებს ამაზე დირექტორო გაბარდ. იღებდით თუ არა მონაწილეობას ამ მიმოწერაში და განიხილავდით თუ არა უმაღლესი თანამდებობის პირებთან ერთად ომის გეგმებს იემენში. სენატორო, არ მსურს დეტალებზე საუბარი. რატომ არ გსურთ დეტალებზე საუბარი? იმიტომ რომ გასაიდუმლოებულ საკითხებს განიხილავდით? თუ არ არის გასაიდუმლოებული, ახლავე გააზიარეთ ტექსტი. არ მსურს საუბარი, რადგან საკითხი ამჟამად განიხილება ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ. ბატონო რედკლიფ, მაშინ თქვენ მიპასუხეთ, იმყოფებოდით თუ არა ჩატში? სენატორო, მინდა დავაზუსტო, რომ სიგნალის გამოყენება დაშვებულია სამსახურეობრივი კოორდინაციისთვის იმ პირობით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია, ასევე ჩაწერილია ოფიციალური არხებით. ეს იყო პროცედურები, რომლებიც შესრულდა კიდეც. ჩემმა თანამშრომლებმა ყველაფერი წესების მიხედვით გააკეთეს. პირადად ჩემი საუბარი სიგნალის ჩატში იყო დასაშვები და კანონიერი და არ შეიცავდა საიდუმლო ინფორმაციას.